ვაპირებ გაგიზიაროთ ნეირომეცნიერების ერთი პატარა დეტალი. ფიქრობ, ეს ისეთი რამ არის, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ხალხის უმეტესობამ არ იცის ეს, მაგრამ ტვინში არის ერთი სტრუქტურა, რომელსაც ტვინის წინაშუა სინგულარული ქერქი ჰქვია. როგორც ვთქვით, ეს უბრალოდ სახელია, მნიშვნელობა არ აქვს, რას დავუძახებთ. ჩვენ მას ხატოვნად მონსტრი ქუქის შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ ტვინის ნაწილში საინტერესო ის არის, რომ ახლა უკვე ბევრი მონაცემი არსებობს ადამიანებზე, არა თაგვებზე ჩატარებული კვლევების, სადაც ჩანს, რომ როდესაც ადამიანები აკეთებენ იმას, რაც არ უნდათ, მაგალითად დღეში ან კვირაში 3 საათით ვარჯიშის დამატება, ან როდესაც დიეტაზე მყოფები ცდილობენ ჭამისგან თავი შეიკავონ. როდესაც ადამიანები აკეთებენ რამეს, და აქ მთავარია, რისი კეთებაც მათ არ მოსწონთ. აქ საქმე არ ეხება უბრალოდ მეტ სამუშაოს, არამედ მეტ სამუშაოს, რომელიც არ გსურს რომ აკეთო, ამ დროს ტვინის ეს ნაწილი უფრო დიდი ხდება. აი რაც ჩემთვის ტვინის ამ ნაწილზე განსაკუთრებით საინტერესოა. ეს ახლახან გავიგე, რადგან ახალი მონაცემებია. ტვინის წინაშუა სინგულარული ქერქი უფრო პატარაა ჭარბწონიან ადამიანებში, მაგრამ იზრდება მაშინ, როცა ისინი დიეტას იცავენ. ის უფრო დიდია სპორტსმენებში და განსაკუთრებით ასევე დიდია იმ ადამიანებში, რომლებიც საკუთარ თავს გამოწვევაში ხედავენ და ამ გამოწვევას ამარცხებენ. იმ ადამიანებში, ვინც ძალიან დიდხანს ცხოვრობს, ეს ზონა ინარჩუნებს თავის ზომას. ბევრი თვალსაზრისით მეცნიერები იწყებენ ფიქრს, რომ ტვინის წინაშუა სინგულარული ქერქი არა მხოლოდ ნებისყოფის ერთ-ერთი ადგილი შეიძლება იყოს, არამედ შესაძლოა ასე ვთქვათ, თავად სიცოცხლის სურვილის სავარძელიც კი იყოს. ნახეთ, ჩვენ ახლა უკვე ვსაუბრობთ, მაგრამ როდესაც პირველად გავიგე ტვინის წინაშუა სინგულარულ ქერქზე ინფორმაცია, სკამიდან წამოხტომას ვაპირებდი, რადგან მეცნიერებაში, ნეირომეცნიერებაში 20 წლიდან ვარ ჩართული და ამის შესახებ მხოლოდ ახლა შევიტყე. ჩვენ ერთ ასაკში ვართ. და მე აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან ბევრჯერ მსმენია ამიგდალაზე, ანუ შიშის ცენტრზე, პრეფრონტალურ ქერქზე, ანუ დაგეგმვასა და ქმედებაზე პასუხისმგებელ ზონაზე. შემეძლო ყველა ტვინის უბანი ჩამომეთვალა. მე სტუდენტებს ნეიროანატომიასაც ვასწავლი, მაგრამ როდესაც ტვინის წინაშუა სინგულარული ქერქის მონაცემები დავინახე, ვთქვი, ვაუ, ეს მართლაც საინტერესოა. ყველა მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს უბანი გავაძლიეროთ. მაგრამ ისევე სწრაფად, როგორც ვავითარებთ, თუ არ გავაგრძელებთ იმ რთული და არასასურველი საქმეების კეთებას, ის ისევ მცირდება. სწორედ ეს არის გოგინსური სტილი. მთავარია გააკეთო ის, რაც არ გსურს რომ გააკეთო. მაგალითად, თუ ყინულიანი აბაზანა გიყვარს და 1 წუთიდან 10 წუთამდე ადიხარ, იცით რა ხდება. შენი ტვინის წინაშუა სინგულარული ქერქი არ გაიზრდება. მაგრამ თუ ცივი წყალი გეზიზღება, თუ ჩაძირვის გეშინია და მაინც შედიხარ წყალში და თავს ბოლომდე ჩაყოფ წყალში, სწორედ მაშინ იზრდება ის. მაგრამ თუ ამას მეორე დღეს აღარ გააკეთებ, ან თუ გააკეთებ, თუმცა უკვე გსიამოვნებს, იმიტომ რომ აჰა, გუშინაც გავაკეთე, ვაუ, ვიღიმი, ბედნიერი მე, გილოცავთ შობას როგორც შენიტყოდი. იცით რა ხდება? ტვინის ეს ზონა ისევ მცირდება. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც ნეირომეცნიერებას გაუკეთებია, იმიტომ რომ საქმე ეხება იმას, რომ რაღაც არ გინდა გააკეთო, მაგრამ მაინც აკეთებ. სწორედ ეს ავითარებს ამ უბანს. ეს ჰგავს იმასთან, რაზეც ჩემი მეგობარი ამბობს. ის უკვე 30 წელია ალკოჰოლისგან თავისუფალია და მუდამ ამბობს. იცით, დამოკიდებულების საოცარი მხარე ის არის, რომ განკურნება არსებობს. პრობლემა კი ის არის, რომ ის მხოლოდ ერთ დღეს მოქმედებს. ამიტომ, ყოველდღე უნდა განაახლო. ასე რომ როცა პირველად გავიგე ტვინის წინაშუა სინგულარულ ქერქთან დაკავშირებით, ჩემს თავში ორი აზრი დამებადა. პირველი, ვაუ, ეს საოცრად საინტერესოა და მეორე, ეს აუცილებლად უნდა მოუყვე დევიდ გოგინსს. მე დაველოდე ამ მომენტს, რომ მეთქვა შენთვის. მინდოდა ეს აქ მეთქვა ამ პოდკასტში. მიყვარს ეს მიდგომა, რადგან ზუსტად ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი ცხოვრება, თუმცა მეც არაფერი ვიცოდი ამაზე. მაგრამ ადამიანები მეუბნებოდნენ, შენ ისეთი ძლიერი ნებისყოფა გაქვს, ეს რაღაც ნიჭად არ გეძლევა, ეს შენ თავად უნდა ააშენო. არასოდეს დამავიწყდება, ერთ პოდკასტში ერთმა მითხრა, შენ ძლიერი გონებით დაიბადე, რას ლაპარაკობ, საიდან დავიბადე ძლიერი გონებით? ეს ისა, რაც უნდა განივითარო. ეს ვარჯიშით გამომუშავდება წლების განმავლობაში. ათწლეულების ტანჯვის და ისევ იმ ტანჯვაში დაბრუნების ხარჯზე. სწორედ ამიტომაც ბევრ ადამიანს ამას სულ ვეუბნები. მათ აღარ უნდათ ისევ იმ წყალში დაბრუნება, აღარ უნდათ ისევ იმ სირთულეებში ჩასვლა.
ყველაფერი რთული, რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადალახე, გავს ტყვეობას. რამდენ ტყვეს იცნობ, ვისაც სურს ისევ ბანაკში დაბრუნება? არავის. როცა რაღაც იმდენად მძიმეა ცხოვრებაში, როგორც ეს, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ძალიან ცოტას უნდა უკან დაბრუნება. ბედნიერები არიან, რომ ეს ეტაპი დაამთავრეს. მეც მივხვდი, რომ მეც იგივე ვარ, მეც არ მინდა უკან დაბრუნება, მაგრამ უნდა დაუბრუნდე, ვალდებული ვარ დაუბრუნდე. იმიტომ რომ ზუსტად იქ არის ჩემი ცხოვრების ყველა ცოდნა, ზუსტად იქ, რაც შენ ახსენე. მე არაფერი ვიცოდი ამ აღმოჩენაზე, მაგრამ გეტყვი როგორ გავზარდე ნებისყოფა. მუდამ ამ რაღაცეების კეთებით. ახლა ეს უბრალოდ ცხოვრებაა, ვიუძებ და მიუხედავად იმისა, რომ მაინც მძულს, ეს უბრალოდ ცხოვრებად იქცა. ხანდახან მაქვს დღეები, როცა არაფრის კეთება მინდა, მაგრამ ვიცი, რომ მაინც გავაკეთებ. ეს ვიცი წლობით იმის ხარჯზე, რომ სულ ვაკეთებდი და ეს მშვენიერია. აი, ამიტომაც მოვედი დღეს შენთან. მიხარია, რომ ამაზე ლაპარაკობ, რადგან ადამიანებს სჭირდებათ ეს მესიჯი. მათ უნდა შეწყვიტონ რაღაც ხრიკების მოსმენა, თითქოს მაგიური გზები არსებობს. არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ხრიკი, ძმაო. კი, შეგიძლია საუნაში ჩაჯდე და ესა და ის სცადო, კარგია, მაგრამ ცხოვრების ხრიკი არ არსებობს. როგორ უნდა გაზარდო ეს რაღაცეები? აკეთე და ისევ აკეთე. აი, ეს არის ერთადერთი ხრიკი და იცით რა? ეს ხრიკი საშინლად ძნელია. სწორედ მაშინ მივხვდი ამას. აი, ამიტომაც მინდოდა აქ მოსვლა. არ მინდოდა დამეწყო თემებით, ვნება და მიზანი, როგორ ადგედილით, როგორ დააჭირო მავიძარას და ეს ბანალური ფრაზები, რადგან ასე არ მიცხოვრია. ეს ჩემი ცხოვრება არ იყო. მე ვცხოვრობდი, ვიუძებდი ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი და ვფიქრობდი, ჯანდაბად დღეს ნამდვილი ნაგავი ვარ. საერთოდ როგორ უნდა გამომივიდეს რამე და იბრძვი ამ ფიქრებთან. ვერ გადაფარავ მათ, გადაფარვის ღილა კი არ არსებობს. ეს არის დიალოგი შენს თავთან. აბა როგორ აკეთებ ამას? ჩვენ საკმარისად არ ვსაუბრობთ იმ რეალურ დიალოგებზე, რომლებიც ყველა ადამიანს თავის თავთან აქვს და არ იცის, როგორ გამოძვრეს იქიდან, მაგრამ გამოსავალი არსებობს. სწორედ ეს არის, ძმაო, უნდა ააშენო შენი ნებისყოფა. როგორ ვაშენებ ნებისყოფას? ზუსტად ისე, როგორც შენ თქვი. ფიქრობ, უბრალოდ სახელის ცოდნა, მაგალითად ტვინის წინაშუა სინგულარული ქერქი, ეს ჩვენ არსებითად ვერ გვცვლის. მაგრამ რაც მიყვარს ბიოლოგიაში არის ის, რომ ნებისყოფა, რასაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ თავად არ აქვს და მხოლოდ სხვებს აქვთ, სინამდვილეში ყველას გააჩნია. ყველას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავის ქალა და ტვინი დაზიანებულია, აქვს წინაშუა სინგულარული ქერქი, ტვინის თითოეულ ნახევარსფეროში. ამიტომ ვფიქრობ, რომ უბრალოდ კარის გახსნის საკითხია. ბევრი ფიქრობს, აჰა, მე რთულ საქმეებს ვაკეთებ, ვარჯიშისას ვაკეთებ სეტებს დაღლილობამდე, შემდეგ დამატებით იძულებით რეპებს. მე მიყვარს წონებით ვარჯიში, მიყვარს დაღლილობამდე ვარჯიში, მიყვარს იძულებითი რეპებიც. მაგრამ იცით რა? რადგან ეს ყველაფერი მომწონს, ისინი ვერ ზრდიან ჩემს ტვინის წინაშუა სინგულარულ ქერქს, იმიტომ რომ ეს მომწონს. ზუსტად ასეა. ყველაფერი ის, რაც გიყვარს, ვერ გაზრდის ნებისყოფის ამ ნაწილს და როგორც კი ამას გაიგებ, ყველაფერი ძალიან აშკარა ხდება. მაგრამ მგონია, რომ შენ მართლაც კარს ხურავ ადამიანებისთვის, როცა ამას უზიარებ, ისე როგორც დღეს, იმიტომ რომ სიმართლეს ამბობ, მთავარი ინგრედიენტია ხახუნი, ანუ წინააღმდეგობა. ბევრს გონია, რომ თუ მხოლოდ ძალისხმევას იჩენ, ეს საკმარისია. დიახ, ეს აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი, როგორც მეცნიერებაში ვამბობთ. მთავარი სწორედ ის საზარელი ნაწილია, რომელსაც ტანჯვა, შიში და წინააღმდეგობა ჰქვია. ეს ტერმინები უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ რეალობა ასეთია. ეს ალბათ ყველაზე უსიამოვნო ტერმინებია, რაც ოდესმე ამ პოდკასტში გვიხსენებია. მაგრამ ისინი არიან ბერკეტები, ისინი არიან მექანიზმები და მათ გარეშე ის, რასაც შენ ამბობ, დევიდ გოგინსი, როგორც სმნა, ვერ განხორციელდება. ხშირად ხუმრობასავით ვამბობ, მაგრამ ეს ხუმრობა სულაც არ არის. გოგინსი უკვე მხოლოდ სახელი აღარ არის, ეს სმნაც არის. ადამიანები ამბობენ, მე ამას გავაგოგინსებ, ფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი არ ვარ, ზუსტად ხვდები რას გულისხმობენ. ეს ტანჯვა, ეს წინააღმდეგობა, ეს დევნის შეგრძნება, სწორედ ეს საზარელი ნაწილი ავითარებს ტვინის წინაშუა სინგულარულ ქერქს.
ახლა უკვე ხვდები, რატომ არის ამ სამყაროში ამდენი ადამიანი, ვინც ვერ პოულობს საკუთარ მიზანს, ცხოვრების დანიშნულებას. კითხულობს, სად უნდა წავიდე, იმიტომ რომ იმის გასაზრდელად, რაც მე გავზარდე, შენ შეიძლება არ გამოიყურებოდე ჩემნაირად, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან არამხიარული ჩანს. ეს სასიამოვნო არ არის, ამიტომ ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. სასაცილოა, როცა ყველაზე მდიდრებიც კი, ვისაც ყველაფერი აქვთ, სულ ერთსა და იმავეს მეუბნებიან, გრძნობ, რომ რაღაც მაკლია, მე კი არასდროს მიგრძვნია, რომ რაღაც მაკლია. შეიძლება ის არ მაქვს, რაც თქვენ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს გაიგონებთ ჩემგან სიტყვებს რაღაც მაკლია. ყველა ადამიანი რაღაცას ეძებს. მათ ის გრძნობა აკლიათ, რაც მე დიდი ხნის წინ ვიპოვე, პირდაპირ ამ ნებისყოფაში. როცა არაფერი ხარ, ნულიც კი არ ხარ და საკუთარ თავს გარდაქმნი რაღაცად, როგორც მე გავაკეთე ეს, ამას შეგიძლიათ უწოდოთ ბედნიერება, სიმშვიდე, ან როგორც გინდათ. ხალხს აკლია ზუსტად ის, რაც დევიდ გოგინსში მოხდა. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ იღიმი, მე ვიღიმი, მაგრამ მე რაღაც შევიმეცნე, სწორედ ამიტომ ვერასდროს გაიგონებთ ჩემგან სიტყვებს რაღაც მაკლია. ეს წლების წინ ვიპოვე, სწორედ სირთულეებში პოულობ ამას. ტანჯვაში, დაბრკოლებებში. მას შემდეგ, რაც ამას რამდენჯერმე გაივლი, ზუსტად გეცოდინება, ვინ ხარ სინამდვილეში. ხალხს რაღაც აკლია, იმიტომ რომ არ იციან, ვინ არიან სინამდვილეში. ისინი არასდროს იკვლევენ საკუთარ თავს, არასოდეს ჩაუტარებიათ ეს ექსპერიმენტი საკუთარ თავზე. ჩვენ ყველანი ლაბორატორიული ვირთხები ვართ, მაგრამ ამავდროულად თითოეული ჩვენგანი მეცნიერივით არის, შენ თვითონ ქმნის საკუთარ თავს. ხალხს რაღაც აკლია, რადგან მათ შიგნით ძალიან ბევრი რამ ჩაკეტილია. არ მინდა ამას პოტენციალი ვუწოდო, ამ სიტყვას ზედმეტად ხშირად იყენებენ. შენში იმდენი რამ ჩადო ღმერთმა, თუ რაც გინდა დაარქვი, თუ კი მორწმუნე არ ხარ, მაგრამ ფაქტია, შენ არ გახსენი ეს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ლამაზი ცოლი გყავდეს ან შესანიშნავი ქმარი, შესაძლოა ბევრი ფული გაქვს, მაგრამ მაინც ფიქრობ, ღმერთო მგონია, რომ რაღაც მაკლია. დიახ, იმიტომ რომ შენი დაახლოებით 75% ისევ ჩაკეტილია შენს შიგნით, ისევ ბორკილებშია, მხოლოდ იმიტომ რომ არ გდომებია იპოვო შენი ნებისყოფა, შენი სული, გული, გამბედაობა და სიმტკიცე. და როგორია ეს? როგორი და ძალიან დამაშინებელი, ზუსტად ისე, როგორც შენი პატარა ლაბორატორია, სადაც დამფრთხალი იყავი. როცა ყოველდღე იღვიძებ და საკუთარ თავს ეუბნები, მე სულელი ვარ, მაგრამ მინდა გზის პოვნა, რომ გავხდე ჭკვიანი, ეს განსხვავდება იმ აზრისგან, მამაო, მე ამას ვერასდროს შევძლებ. ასე შენ ზღუდავ საკუთარ ყუთს და ეს ყუთი სულ უფრო მცირდება იმ საქმეების მიმართ, რაც შეგიძლია აკეთო. ჩემი ყუთი საერთოდ ყუთიც კი არ იყო, ის იყო უბრალოდ პატარა წერტილი, მაგრამ როდესაც საკუთარ თავს დავაკვირდი, ნებისყოფა და სიმამაცე შევიძინე, ეს ყუთი ამ მაგიდაზე უფრო გაიზარდა. ამიტომაც მინდოდა მოსვლა და შენთან ნამდვილი თემის განხილვა. არა, ეს რაღაც ხრიკები არ არსებობს, ძმაო. ეს ხარ შენ საკუთარი თავის წინააღმდეგ. შენ საკუთარ თავთან ომში ხარ და თუ ამას ვერ გაიგებ, რეალური პრობლემა გაქვს. შემიძლია გაგიგო, თუ ვერ დამინახე მე ქუჩაში რომ დავრბოდი, შიშველი და ვყვიროდი ჯანდაბას. დიახ, ამას შეიძლება სხვანაირად შეხედო, მაგრამ თუ იმას ვერ გაიგებ, რასაც ახლა გეუბნები, პრობლემა შენშია და შენ არ გინდა მისი გამოსწორება.